მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ნახოთ არ მქონდა ეხლა თავის სიმართლე გითხრათ ვიდეო ლაივის ჩაწერის. ადამიანურად რო ვთქვა, ახმელიაზე ვარ ვდები. მაგრამ არ დაგაყენებენ. იძულებული ვარ პასუხი გავცე. მოკლედ ორ სიტყვას ჯერ ვიტყვი დღევანდელი დილის პოსტთან დაკავშირებით, რომელიც მქონდა დადებული და მე გადავალ სხვა საკითხებზე. მოკლედ ეს მე არ მომიგონია ხალხო, ეს ზუკნაკალი ანა დოლიძე და ქარი მტკიცებულება ყველაფერი არის მითითებული, რომ მონაწილეობდა ოსების და რუსების ინტერესების დამცველად 2008 წლის ომის შემდეგ სტრასბურგში, ჰააგაში ამზადებდა საქართველოს და ქართველი ჯარისკაცების მიმართ სარჩელს, თუ რა სამხედრო დანაშაულებები ჩავიდინეთ და 1000 უბედურებას გვაბრალებდა და არის იქ დეტალურად ჩამოწერილი ის ორგანიზაცია, სადაც მუშაობდა, რომელიც ჰოლანდიაში არის რეგისტრირებული და არის სოროსული ორგანიზაცია და რომელიც რუსეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს უწევდა იურიდიულ დახმარებას და გვერდში დგომას საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის გამო. მეტი ფაქტი მე რა დაგიდოთ, კონკრეტული საქმე არის მოყვანილი და ორგანიზაცია სადაც საქმიანობდა ცდილობდა იმას, რომ სარჩელი ქონდა შეტანილი ქართული ჯარის წინააღმდეგ და ქართველების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ჰააგის ტრიბუნალს ვეცანით როგორც სამხედრო დამნაშავეებად და როგორც გენოციდის მომწყობ ხალხად, ხო? შიგ ევროპაში რეგისტრირებული ორგანიზაცია არის, რომელიც ასევე რუსეთში მოღვაწეობდა, რუსულ საქმეს აკეთებდა და ამ ყველაფერში მონაწილეობდა ანა დოლიძე, სოროსელი ვირთხა, ეს ძუკნა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების დროს იყო თავდაცვის მინისტრად, მისი დაქალი რო გახდა ხიდაშელი, იმის მოადგილე. ეს ხო ფაქტია, მე ხო არ ვიგონებ არაფერს. და იქ იყო მერე როდესაც უკვე აერიად პურიჭამა ერთმანეთში ბინძური ნიფხების გამოფენა რო წავიდა, ქოცებმა გამოფინეს თვითონ რომ თურმე რა საზღარი ადამიანი ყოფილა 2008 წლის ომის დროს თურმე რუსების და ოსების ინტერესებს იცავდა. მანამდე ამას კაცშვილი არ იტყოდა, იქამდე ნაცემას გამოფინეს ეს ბინძური ნიფხები და მეტი მტკიცებულება და მეტი რამე რა გინდა, კი არ მომიგონია, ციდან კი არ ჩამოსულა ახლა. ხელოვნური ინტელექტის ეპოქა არის და თქვენ თვითონაც შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ. ამ საცოდავ, ამ გაუბედურებულ ქვეყანას იმდენი მტერი ყავს, რომ და იმდენი მოღალატე ყავს, საერთოდ პირში სული როგორ გვიდგას საერთოდ რა, მე ეგ მიკვირს და ორი სიტყვით დავამთავრებ ახლა ამას და მეორე თემასთან დაკავშირებით მინდა პასუხი გავცე ვირთხებს. ხო და ეს არის იქ მტკიცებულება იმ პოსტზე და შეგიძლიათ შეგზანდეთ და ნახოთ და აი ესეთი ბოზიშვილები არიან ეს სოროსელები, აი ესეთი დედაძაღლები არიან და ქვეყნის შიგნით იქნებიან თუ ქვეყნის გარეთ იქნებიან, ყოველთვის გააკეთებენ ანტიქართულ, ანტიეროვნულ საქმეს, ამაში იღებენ ფულს, ამით ცხოვრობენ, ამათი დამპალი ჯიში, ამათი უჯიშო შთამომავლობა და საკუთარი სამშობლოს ღალატში, იმიტომ რომ ესენი მართლა უსამშობლოები არიან და ღიათაც აღიარებენ, რომ ამათმა სამშობლო არიციან რა არის, ეს ემოციური განმარტება, სადაც თავს კარგად იგრძნობენ, იქ უნდა იყვნენ, მაგრამ წავდით თქვენ დედამოტყუნებო და იცხოვრეთ, გინდათ ამსტერდამში, გინდათ პარიზში, გინდათ სტრასბურგში, გინდათ ბრიუსელში, სადაც გინდათ იქ წადით, დაანებეთ ამ საცოდავ ქვეყანას თავი. დავალება გაქვთ, ამისთვის ინახავენ საქართველოში. არ ყოფილა ეს. შეგიძლიათ წახვიდეთ და იჩივლოთ.
შეიტანოთ სარჩელი თუ მე გაბრალებთ რაღაცას ბოზობას და ჩათლახობას და სარჩელის წერას და ინტრიგნობას კაცი ვერ მოგასწრებთ და ეგ რა ვიცია სასამართლო და წაით და იჩივლეთ თუ არ გიჯერათ ამტკიცეთ ბატონო ეგრე აბა რა გიყოთ ახლა კაცურად და ვაშკაცურად ლაპარაკს თქვენ მე ვერ დაგიწყებთ და ამტკიცეთ თქვენი სიმართლე იმ თქვენ მურუსიძის სასამართლოში და აჰა გეიმართლეთ თავი თუ ასე არა მე რაც რა ინფორმაციაც მაქვს იმ ინფორმაციას ვასაჯაროვებ ну აი ამათი თავი გადაშენდა ნახდათ არა მაქვს ეხა დიდი ხნის არც ლაპარაკის თავი და არც სურვილი და ეხა მინდა სხვა საკითხთან დაკავშირებით გადავიდე მოკლედ მთელი ეს ეგზალტირებული ბრბო კოცების სახით რომელსაც აი ეს ელჭყპტ სარდლობს ეს ირაკლი ჯანყარაშვილია კოცების რავი ყველა პრობკას მორგებული და ნაძირალა ვირთხა ახლა 1000 ჯერ მილაპარაკებიან მე ამასთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს ეს მალხაზ გულაშვეს და ჯორჯიან ტაიმს და ბოღალატეებს და ჩათლახებს აყავთ ესა რა ქვია ექსპერტად და ინტერვიუს ართმევენ და არ მინდა მე ახლა ეს არ არის ის პერსონა ვის აზრსაც აქვს ფასი ცალკე ფიფიადან იღებს და დაფინანსებას ფულებს ცალკე კოცებიდან იღებს ფულებს და არის ამით და ასე ცხოვრობს და გამოუკრია ესეთი განცხადება განსაკუთრებით კოცები არიან ჩართული ნატავიბლიანის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა მე არაფერი ინტერესი და არაფერი შეხება არ მაქვს მაგ საქმესთან არ ჩემ ძმას არ ვამბობ ახლა კიცებას და ამას არ დავიწყებ უბრალოდ აქ არის საქმე ერთ რაღაცაში ეს საქმე არის პოლიტიკური გახადეს კოცებმა ეგ საქმე პოლიტიკური სუსის აგენტი ვირთხა მარიამ გუბლაშვილი არის ამ საქმეში ჩასმული და მთელი კოცები არიან მათ მხარეს თუ რატო და როგორ გამოფხიზდე პატარა და შემოგთავაზებ დეტალურად რაში არის საქმე ბიჭო შეუტანდი ამას თურმე სარჩელი პროკურატურაში ამ ძუგნას რომ ცილის წამების ქვეშ ვიმყოფებიო და ჩემს ძმას უნდა უჩივლოს თურმე და ამას აქვეყნებენ და დიდი ტაშფანდური არის და ჰაი და ჰოი შე დედამოტკნულო ჯანყარაშვილო შეფსლიკიანო ქალო რო კითხოს კაცმა იმდენი დიპლომი გაქვს რომ ვერ ჩამოთვლის ეს რა ქვია ეს სააკაშვილს ჰქონდა მაგდენი დიპლომები და მეორე შენ აგაქვს იმდენი ჭკუა და გონება უნდა გქონდეს და იმდენი განათლება უნდა გქონდეს იურისტი ვარო და ადვოკატი ვარო და აქ ასფეთქაო რო იძახ საქართველოში ცილის წამება სისხლის სამართლის დანაშაულად არ ითვლება სამოქალაქო ადმინისტრაციული წარმოების საკითხია და პროკურატურა განიხილავს სისხლის სამართლებრივ დანაშაულს და ცილის წამებაზე თუნდაც ასე თვლიდე პროკურატურაში როგორ შეგაქვს სარჩელი მე ამას ვერ ხვდები არ არსებობს ესეთი ანუ იურიდიული ნონსენსია თვითონ სამოქალაქო საქმე შექონდეს ვინმეს პროკურატურაში ნუ ალბათ თქვენ შეგიძლიათ და ამნაირი ყლექალა მერე გამოვა და დაიწყებს ლაპარაკს რომ ეს რა ქვია ადვოკატია და ამაშვება და მოკლედ ისეთი გიტეხიათ სადაც გინდათ იქ წაიღეთ თუ გინდათ ანადოლიძის არ იყოს ჰააგის ტრიბუნალში შეიტანეთ მაგი მე არ მადარდებს მაგრამ უბრალოდ თქვენს გაუნათლებლობას და უვიცობას უსვამ ხაზს რომ სამოქალაქო საქმე პროკურატურაში არ განიხილება პროკურატურა განიხილავს სისხლის სამართლებრივ საკითხებს ხო და წავით ბატონო და სადაც გინდათ იქ შეიტანეთ მაგი მე არ მადარდებს და არ მაინტერესებდეს მაგრამ ასეთ დაბალი დონის ახართ და ასეთ დაბალი დონის არის ჯანყარაშვილი და ასეთ დაბალი დონის ახართ კოცები და ამნაირი ბოდიში და ერთი ყლით ნაკეთები ხართ უყველა სადაც გინდათ იქ მიიტანეთ მაგი მე არ მაინტერესებს
მე უბრალოდ აქ ერთ რაღაცას მინდა გამოვეხმაურო. აქ ძალიან კარგი რომ ვერ მოვასარი აქამდე სუსის ნასეტკების და ამათი მხილება, იმიტომ რომ ესენი მე გაჩუმდებოდნენ და ხმას არ ამოიღებდნენ. აქ რათაც მეტი დრო აქვს ვინმე შეცდომებს უშვებენ და აქ არის ესეთი ადვოკატი, რომელსაც გული აქვს დასმული და გაზიარებული აქვს ეს პოსტი, პატაშავაძე ბათუმიდან. ხო. და მინდა მოგმართვა, დიდი ხანია მინდოდა შენთვის მომართვა, მაგრამ შენ არაკაცო, შენ ჩათლახო და შენ ნაბოზვარო ადამიანი. ეხ კარგად მომისმინე, შენც უშიშროების ვირთხავ. დღემდე რო გაქვს გამოგზავნილი მეგობრობა Facebook-ზე. აი შენ ხო ხარ, მე რო არ თქვა რომ სხვისი პროფილი იყო. და არა მარტო იქ გული გაქვს დასმული, ასევე გაზიარებული გაქვს ეგ ყველაფერი შენ გვერდზეც. აი მე რო არ მომაწერს. ეთყობა კოლეგიალობა გაქვს თქვენ ეს სუსის ადვოკატებს. პატაშავაძე შენ ნაძირალა ვირთხა. შენ გეუნე პირადად შენ მოგვარდა. შენ არაკაცო, შენ ნაბოზვარო, შენ მოგზავნილო არაკაცო. ბიჭო, შენ ის კაცი ხო არ ახარ, შემთხვევით ხო არ მეშლება რომ ჩემთან ერთი პერიოდი მეგობრობდი? ხო? და იურიდიულ გვერდით დგომას და სამართლებრივი საკითხების ადვოკატირებას ახდენდი და როდესაც დამიჭირეს 12 აგვისტოს 2008 წლის 12 აგვისტოს შენ დამირეკე და მითხარი მე ვარ ისო შენი ადვოკატი ვიქნებიო რა და მე ვარო შენი ადვოკატიო მე დავიცავო ამ ყველაფერს დიდგორობის გამო ბათუმში რომ მოვდიოდით და რომ დაგვიჭირეს ხო კაცურად ჯიგრულად ადამიანურად ყავდა საერთო საახლობლო და გქონია ჩვენ მანამდე ურთიერთობა და შენ ჭირი მე შენ გენაცვალებ მიძახოთ და რომ დამიჭირეს იქ ადვოკატიო ვინ გეყოლებაო მეთქი პატაშავაძე იმ წუთში ვინც იყო ადვოკატი მეთქი ეს იქნება მეთქი და არ მინდაო ძმაო არაფერიო სიმართლის მხარესავარო შემხარესავარო საქართველოს მხარესავარო კაპიკი რა თმინდაო ხო და როდესაც დამიჭირეს ეს სირი უნდა ყოფილიყო ჩემი ადვოკატი და ახლა მე რა ვიცი ახლა იზოლატორში ვიყავი და იქ რა ხდებოდა რეზონანსული საქმე იყო ახლა სადა ქვეყანა უყურებდა ამ ყველაფერს მინიმუმ კაც რო ამოეღო ხმა ქვა იღაღადებდა დიდგორის აღმნიშვნის გამო რო ქართველ კაცს დაიჭერდი ხო და გამოვიდა ეს ყლე ეს ნაბოზვარი ეს ჩათლახი იქ შეხვდა ჩემ მეგობრებს და დაუწყო ვაჭრობა 5000 ლარიო მომეცითო მანქანაშიო ბენზინი ჩავასხაო ჩავიდეო ნახო პატიმარიო მერეო საქმის წარმოებასო დაჭირდესო და ამ რეზონანსულ საქმესო მე მოვაგვარებ ისეო როგორცო მოსაგვარებელი არისო და ხლა კაცი რომელიც ამბობდა უანგაროდ დაგიცავდა გვერდში დაგიდგებიო ამ ხელა ფული მოითხოვა უცებ აი იმიტომ რომ დაურეკეს ზემოდან და უთხრეს რომ მაგ საქმეს შეეშვიო და მაგ ბიჭ შეეშვიო მოცილდიო აქედან და დადგა ეთყობა და იუაჭრა იქ არ ვიცი მე რა გააკეთა და რა სიზამდა ეს ახვარი ეს არაგაც ცნობილი ადვოკატი ბათუმში მთელი არასამთავრობოები და ჩემი ეგრეთ წოდებული მეგობრები რომ წედიდნენ ამას რა ქვია მეგობრად ამ იმას შენ ეს კაცი ხო არ ახარ შემთხვევით პატა
ეს სხვა რა ხარ შემთხვევით. და ხალხმა გითხრეს, კაცო, ფული არაა პრობლემა, მაგრამ ჩამოდიო და გაერკვიე მინიმუმ ჯერ საკითხებთან დაკავშირებით რა ხდება, როგორ არა ფულს თუ არ მომცემთო მეო არ ჩამოვალ. შენ გეუბნები შენ პატაშავაძე. ძმობას და ძმაკაცობას და დიდ ქართველობას რომ ეფიცებოდი, შენ ნაძირალა ვირთხა. შენ ხო არ იყავი ეს პიროვნება შემთხვევით. აი შენაირი ერთი ამ ადვოკატებზე საერთოდ დაკარგული მაქვს წარმოდგენა. ზოგადად პროფესია ისეთი, ცხონებული მამაჩემი ჩათლახების პროფესიას ეძახდა ამას და 100%-იანი იყო, მაგრამ რასიზამო ცხოვრება სხვანაირადო არა მოწყობილიო იურისპრუდენცია არის საჭირო და ბიჭო ამერი ნაბუზრობა რო გააკეთე ხო გახსოვს შენ ხო ყველაზე უკეთესად იცი ფულზე არ იყო პრობლემა შენ არაკაცურ საქციელზე იყო პრობლემა თუ არა ჩემი საძმაკაცო რაღაცნაირად 4000 და 5000 კი არა თლაც რო ცოცხალი არ ვიყო 10000 მოიტანენ და 100000 მოიტაnen და მიხედავენ საქმეს რაც არ უნდა იყოს მაგრამ შეახვარო კაცო შენი სახე ხო აჩვენი მე როდესაც გამომიშვეს მე როდესაც სასამართლოები მოვიგერო ერთი არ დაგირეკია და ერთი არ მოგიკითხია და ერთი მეგობრულად თავისუფლება არ მოგილოცია და გამარჯვება და ეს არ მოგილოცია და ამდენი წლები 5 წელია მის მერე გასული ამდენი წელი უბრალოდ არ ვამბობდი არაფერს. აი არ ვამბობდი არაფერს იქიდან გამომდინარე რომ მაინც რაღაცას ვცემდი წარსული ურთიერთობის მიუხედავად რომ ჩათლახი და არაკაცი ხარ და აი კიდე ერთხელ შენი გამოგზავნილი მეგობრობა აი Facebook-ზე აი რა 5 წელი არის კიდია და ტრაქში გაიგეთი. ტრაქში გაიგეთე ბატონო პაატა. აი რა დაკიდებული შეიძლება წაიღო უკან. არც ემდი პასუხს და ახლა ვიცოდი ვინც იყავი და რასაც წარმოადგენდი და რა ქმედებაც ჰქონდა ჩადენილი ახლა ჩემი მართებაში და როგორც იქცეოდი კაცო მაგრამ შენ ხო სინდის ნამუსი არ გაგაჩნია და ახლა გამოუცხადე იმას რა ქვია გვერდით დგომა არ მაინტერესებს არა ჩემი საქმე ბინძური საქმე არის და ვისურვებდი ისე რომ სვანური სამართალი რო გაარჩევს სვანმართალი ისე გარჩეული იყოს ნატავიბლიანის საკითხთან დაკავშირებით მაგრამ რასაც ეს სუსის ნასეტკა რასაც ეს ნაგავი და რასაც ეს არაკაცი და არაქალი უпроსწორად მარიამ კუბლაშვილი აკეთებს და კოცები აკეთებენ ვერ დამალე და გამოვლინე ხო შენი თავი და კოლეგიალურად გაიზიარე ხო ისა რა ქვია პროკურატურაში ცილის წამების გამო დევნა და მარიამის ტრაკის ბანელი აღმოჩნდი ხო აია ყველა აულენს და ყველა აჩენს თავის სახეს დაწუნებული ვარ ნახავენ ამას ადამიანები ამ ვიდეოს და შენ მორალზე და შენ ზნეობაზე ახლა სადაც ეს რამდენი იქნება გაკეთებული ესეთი არაკაცული ცალკე საკითხია კიდევ ერთხელ გამოაჩენენ და კლიენტურა მინიმუმ მოგაგდება მაღალანას ღაურება და ადვოკატად რო ხარ ბათუმში და აჭარაში მიჩნეული და თან ოპოზიციონერ ადვოკატად სისტემას რო ებრძვი რა ნახავენ ამას და ჩემ სიტყვას თავისი ფასი აქვს და შენ სიტყვას და შენ კაცობას თავისი ფასი აქვს და სუსის ნასეტკები რო ერთად იკრიბებით და საჭირო მომენტს ელოდებით იმისთვის რომ თქვენი სახე გამოავლინოთ უბრალოდ აი ამ საკითხთან დაკავშირებით გადავწყვიტე რომ აი ამ მომენტში მეთქვა ეგ ყველაფერი და ცოტა დამელოდეთ რა ცოტა დამელოდეთ კიდე ბერმა უნდა აჩვენოს სახე მარიამ კუბლაშვილი ვინ არის? რა არის? რას წარმოადგენდა და როგორ წარმოადგენდა ახლა ადვოკატების ამორალურობაზე
სალაპარაკო ნამდვილად არაფერი არ მაქვს. ისედაც იცის ხალხმა. ძირითადში 99% რაც წარმოადგენს. თვით უმეტეს ბიჭო საქართველოში ადვოკატი დარზე ვენოკი რო იყო. სააკაშვილის დროიდან მოყოლებული. მხოლოდ ადამიანის გასატყავებლად რო იყო ეგ ყველაფერი შექმნილი თუ არა. თქვენი კოლეგია მოუტყან. თქვენი ასოციაცია მოუტყან. თქვენი ღირსება მოუტყან. თქვენ რო ხალხი ყოფილიყავით მურუსიზე მინიმუმ უვადოდ რო დანიშნეს მთელი ადვოკატები გამოხვიდოდით და იტყოდით რომ ამდენი ადვოკატი ხართ ქვეყანაში ასოციაციაც აგავთ კოლეგიაც აგავთ რა ვიცი რო გკითხოთ რაღაცას წარმოადგენთ და ღიად განაცხადებდით რომ ჩვენ ადვოკატები რომლებიც უნდა ვიცავდეთ ადამიანის უფლებებს და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებზე უნდა ვზრუნავდეთ, პროტესტს ვაცხადებთ, რომ საქართველოში გირგვლიანის მკვლელების გამპრავებელი მოსამართლე უვადოდ იქნა დანიშნული. და არ ვღებულობთ პროტესტის ნიშნად არანაირ ასე რომ ვთქვათ, სამართლებრივ საქმიანობაში მონაწილეობას, იმიტომ რომ ამას სამართალთან არაფერი შეხება არ გააჩნია. და ასეთი სასამართლო რეფორმა არ შეიძლება იყოს ქვეყანაში და ჩვენ როგორც მთელი ადვოკატთა ასოციაცია და კოლეგია წინააღმდეგი ვართ საქართველოში გატარებული ხოცების ეგრეთ წოდებული რეფორმის. მაგრამ თქვენი უმრავლესობა მორალთან და ზნეობასთან წყრალათაა. ერთი და ორი ყველგან აწესიერი ადამიანი ყველა სისტემაში. ფაშისტები რო ფაშისტები იყვნენ, იმათ ყავდათ ერთი და ორი ნორმალური ადამიანი. თქვენი ფაშისტი დედა შევეცი მე. როგორი სამარცხვინოც არის დღეს საქართველოში ადამიანი მის თავს პოლიტიკოს უწოდებდეს. ადამიანი საკუთარ თავს მოსამართლეს უწოდებდეს. განსაკუთრებით ნაცების დროს იყო და ახლა როა უადოდ. როგორი სამარცხვინოც არის საქართველოში ადამიანი საკუთარ თავს ნაც და ქოც უწოდებდეს, ისეთივე სამარცხვინო არის და ამორალური არის. დღევანდელ საქართველოში ადვოკატი გერქვას. ყველას არ ეხება, მაგრამ ერთი და ორი ადამიანია წესიერი. ხო და მარიამ კუბლაშვილიდან, პედოფილების ტრაგიზმბანველიდან თუ რა ვიცი, რაცა, როგორცა არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს მერთია მოწამე. მიუხედავად საფრანგეთის აგენტობა დამაბრალეს და 1000 უბედურება დამაბრალეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ რას ვქვია ახლა და მე ერთადერთი რაც ვთქვი, რომ მთელი სვანეთი ლამის გაიგივეს პედოფილებთან და 1000 უბედურებასთან და მე მაგ საქმეში არ ჩაურეული ვარ და არ მაინტერესებს ბნელი და ბინძური საქმე არის და მხოლოდ და მხოლოდ სამართალს ვითხოვ. მეც და ყველა ნორმალური ადამიანი სამართლიანად მიესჯეს. ყველას ყველაფერი თუ ვინმე ცილის წამებაში არის და თუ ვინმე ამ უბედურების ჩამდენი არის. რასაც ის ამბობს. მე პირდაპირ გეტყვით, მე არ მჯერა ადამიანები დაზარალებული მხარე, რასაც ლაპარაკობს ყველაფრის ესე თქვენგან განსხვავებით, ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ცხოვრებისეული არის, რომ დაზარალებული ადამიანი საკუთარ თავს ყველანაირად დაზარალებულად წარმოაჩენს და რასაც ლაპარაკობს, იქ ზოგადად ასე არის, ხო? იქ არის რაღაცა ცუდი მომხდარი, მაგრამ ამატებდეს ბევრ რაღაცას. ეს ნორმალური სიტუაცია არის ზოგადად რა, საერთოდ კაცობრიობაში არის ეგეთი რაღაც. დაზარალებული თავის თავს 10 მაგათ და 100 მაგს ვხვდათ ეს. არც იქით მხარის პატიოსნების მჯერა და მწამს. იმიტომ რომ ერთი რაღაცა არსებობს. ყვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. რაღაცა იქ ძალიან ცუდი არის მომხდარი.
ცეცხლი შეიძლება არსებობდეს კვამლის გარეშე, მაგრამ კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. ხო და იმ ბევრ უამრავ სამარცხვინო საქმეებში, რაც საქართველოში ხდებოდა და ხდება, ეს საქმეც ერთ-ერთი სამარცხვინო საქმე არის, რომელიც სახელმწიფო ვალდებული არის განიხილოს, გაარჩიოს, თავი ბოლო ნახოს და როგორ ნახოს ეს ცალკე საკითხავია და ამიტომ მე ღმერთმა დამიფაროს არაფერი სურვილი არ მაქვს, რომ ამ საკითხებში გავერიო რაღაცით. ვისურვებთ ერთს, ვისურვებ. კიდე ერთხელ ვამბობ. იმ ნატავიბლიანსაც და იმ მეორე მხარესაც ისე მიეღოთ, როგორც სვანური სამართალი მიუზღავდა დამნაშავეს და დაზარალებულს. ამას ვისურვებდი ნამდვილად და მე არ ვერევი მაგ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ატაშავაძის ნაირები, მარიამ კუბლაშვილის ნაირები, აი ესეთი ბიოლოგიური ნაგვები, სხვათა შორის ის ანადოლიძეს სამართლებრივი საკითხების ამბავში უნდა და წარედგინათ, რომ ისიც მაგ სფეროდან მოდის. საქართველოში ხმას ვერ უნდა იყებდნენ, რომ საქართველოს შემდგარი საზოგადოება იყოს და შემდგარი ქვეყანა იყოს, მაგრამ ჩვენ არ ვართ არც შემდგარი საზოგადოება, ჩვენ არ გვაქვს არც სამართლებრივი სახელმწიფო, არაფერი არ აქვს ჩვენ. ეს არის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც დანაშაულებრივი სინდიკატის ხელში არის ჩავარდნილი და მართული და სამწუხაროდ და საუბედუროდ არც პერსპექტივა ჩანს იმისი, რომ ეს შეიცვლება და რას გეტყვით, იცი? მარიამ კუბლაშვილი იქნება, ატაშავაძე იქნება, ანადოლიძე იქნება, თუ ვინ იქნება და მათი გამპრავებლები. თქვენ რო ხართ დედამოტყნულები, თქვენ რო ხართ ამორალურები, იმას არ ნიშნავს, რომ თელიერი ასეთი. ხო და იურიდიულად თქვენ მოუარეთ მაგ საკითხებს, ეგრეთ წოდებულ სამართლებრივ სახელმწიფოში და მორალური თვალსაზრისით და ზნეობრივი თვალსაზრისით მე მოგივლით თქვენ. ცოტა მაცადეთ, 1-2 დღე მაცადეთ და სახელმწიფო უშიშროების სამსახურს, მარიამ კუბლაშვილს კონკრეტულად და ბევრ ნაძირალას, რაც არ გამიკეთებია, აუცილებლად ამ ყველაფერს გაგიკეთებთ და მერე შეგიძლიათ სარჩელი გაამზადოთ ცილისწამების მუხლით და შეიტანოთ პროკურატურაში, რომელიც წესიდარიგით არ უნდა განიხილავდეს სამოქალაქო დავის საკითხებს. ხო, მაგდენი თუ არ იცი, მარიამ კუბლაშვილო, შენი გამზდელი მოტყან. მაგ ადვოკატის ლიცენზია ტრაქში გაქვს გასაკეთებელი. არა მაქვს ჯანყარაშვილზე და არა მაქვს დანარჩენებზე ლაპარაკი, რომ სამოქალაქო საკითხები პროკურატურაში არ განიხილება. დააფურთხე მაგ საჩივარს. გამოჩდი პატუკაში ნაბოზვარო. როგორ იყო ერთი? კაია, კაი, რო გამოჩდი. მე ვარ გაქცეული ვირთხა, შენი კაცობის დედავატირე ბიჭო, შენ ნაგაო, ჩაგიგდეს არა უშიშროების ვირთხებმა, რომ როგორ იყო ერთი მოყევი ერთი როგორ იყო დიდგორობას რო დამიჭირეს და ჩემი ადვოკატი რო იყავი, ახვარო, არაკაც. შენ ნაბოზვარო, ის ხო არ გაგახსენო, ესა რა ქვია? ჯერ ქალს რო ბიჭო შენი არაკაცი, ქალი? ვინა ქალი? კუბლაშვილი არის ქალი? კუბლაშვილი არის მდედრი. მდედრია კუბლაშვილი. და შენ არა ხარ კაცი, შენ ხარ მამრი. დაზერი ახლა მაგ დიდი სარჩელი და შეიტანეს. აია რო გამოჩდი, საღოლ. მე ვენაცვალე, ვინ ჩაგიგდო შენ ეს ყველაფერი. როგორ იყო ახლა ის მოყევი 2021 წლის 12 აგვისტოს ჩემი ადვოკატი რო უნდა ყოფილიყავი, ღორის თესლო. მიდი მოყევი შევირთხა, მოყევი $5,000 რო დაგჭირდა თუ ლარი დაგჭირდა,
ბათუმიდან ქუთაისში ჩამოსასვლელად, იმიტომ რომ სამართლებრივ საკითხებზე კაია, თავმოყარეობა, ღირსებამ შეგაცა და გაგ ბიჭო, შენ ღირსება. სადა გაგ ღირსება, შევირთხარ, სადა გაგ ღირსება. და ქვეყნიდან გაქცევ, ოპოზიციონერობას რო თამაშობდი, როგორ იყო? ჩვენთან რომ მოხვედი ქართული მარშიდანო გავაგზელოთ ბატონო პატა, ქართული მარშიდანო იმასო ოპოზიციონერობაშიო კენჭს ვიყრიო და გულდაწყვეტილი რო იყავი, რატო არ წარგადგინეს? ხო, თურმე იცოდნენ ზევით რაღაცა ღორის თესლი იყავი და იბიტო. ეს როგორ იყო? მოდი გაგძელ, მოდი კაია, მოდი დაწერე თეორიის სიტყვა, მოდი შეგენაცო. ვე შენი ჭირიმე, ბიჭო, პატა, ამდენი ხანი სად იყავი? 5 წელიწადი შეახმარო, აგერ რა ძმობა და მეგობრობა რო გაქვს Facebook-ზე გამოგზავნილი, მოდი აქ. და რო არ გიდასტურებ, უკან მაინც წაიღე და ტრაქში მაინც გაიკეთე. შესირო, ჩათალახო, აი შენაირი არაკაცები ბიჭო, შენაირი არაკაცები როგორ უნდა იღებდნენ და მე ვარ ქვეყნიდან გაქცეული ვირთხა. შეღორის თესლო, ჩაქსვამ და სუსი. ჩემნაირი, სხვისნაირი სიმათ რა ქვია, ადვოკატად და მე ისე როგორც დაგჭირდებოდათ პროკურატურას და მე ისე მოაგვარებდით და მე შენი იმედი უნდა მქონოდა. შენი იმედი ვის უნდა კონდეს ბიჭო? შენი იმედი შენ შვილს არ უნდა კონდეს, ამნაირი მამა რო ყავს ბიჭო, თავი აი შენაირი მამა რომ ყოლოდა პატა, აი თავს მოვიკლავდი სიმართლე გითხრა რა. აი ისე შემწხვებოდა. გახსოვს? წაიღი ახლა ეს მეგობრობის მოთხოვნა და ტრაქში გაიგეთე. კიდე ბევრ რაღაცას ჯერჯერობით არ ვლაპარაკობ და თუ ზედმეტად ტრაქს გაათამაშებ, ხო? ნავი წესი დაიგეთ, ესეც უნდა იყოს საკმარისი, რომ შენაირ ღორის თესლთან ადამიანმა ურთიერთობა არ დაიკავს. როგორ იყო შე ბოზო, როგორ იყო ერთი, ა? მე ვარო შენი ადვოკატიო და მოვალო, ჩამოვალ. გელოდებოდი იზოლატორში. მეთქი როდის დააკაკუნებს და როდის შემოვა ბატონი პატა, წიხლით როდის შემოაღებს იზოლატორის კარებს და როგორ დააყენებიებს ტრაქს ყველას თქვა, მაგრამ თურმე შენ ბენზინის ფული არ ქონია და 5000 ლარი გინდოდა რომ ჩამოსულიყავი ბათუმიდან ქუთაისში. როგორც გადმომცეს. აგერია საღერღელი ნაბოზარო? რეპუტაცია გაქვს მაგარი. ესეული, მაგარია და ტრაქში გაიგეთე შენი რეპუტაცია, შეყვერო. მიდი, იმდენი მაინც ისწავლეთ, ბიჭო, შენ და კუბლაშვილმა, რომ სამოქალაქო დავა პროკურატურაში არ შედის საჩივლელად და ეს თქვენ დაყლეებულ ხალხს რო ატყვილებთ იქ. და გულებს რო უწერთ, აი ნემსაძეების ძვალი დაგესვოთ გულზე, ნაცებს, ქოცებს, თუ სადმე საბოზეთი ხართ, მაგ ყველას თქვენ ნაბოზრებო, თქვენ არაკაცებო, აგენტო, მოგზავნილო ვირთხა. რაფერიყო? აკერავარო ძმაო, შენ გვერდში ვარო, ყველანაირადო გვერდში დაგიდგებიო და დაგეხმარებ. თეთა ბიჭო, რანაირი ძმობა და რანაირი მეგობრობა გწოდნია და რანაირი პატიოსანი კაცი ყოფილხარ ბატონო პადა. გამოვაფხიზლი ამ პახმელიაძე შენ გაგიმარჯოს ხოლმე. აი, ესაა საქართველო. მიდი კუბლაშვილი შემოიყვანე. ვერ გაუწელი ძალიან შეგწვა. ჩამოვალ მე ქვეყანაში, დავბრუნდები სამშობლოში. ხონასე არა. თქვენ რო გინდათ. სხვანაირად დავბრუნდები. მეც და ჩემი ძმაც დავბრუნდებით და დედა მოსატყნავს, დედა მოგეყნებათ. Exuperis აეროპორტში მოვდივარ 2 დღეში, რა ქვია, ლიონში საქმე მაქვს და შემხვდი იქ და ღამის ფრენას წაუკითხავ დედაშენს. შენ დებილი დედა მოვტყან, შენ იგი არა ხარ? 2008 წლის ომის დროსო ნემსაძეო დაიჭირესო იმის გამო რომ მტერსო კოორდინატებს გადაცემდაო და მაგრად ცემესო. ეს უშიშროების ვირთხა ამის დედა შევეთ. დედა რა ბინძური ხალხი ხართ ბიჭო.
დედა რა ბინძური ხალხი ხართ, საიდან მოდიხართ, თქვენი დედა შევეცი მე ეგეთები ბიჭო, საიდან. რა ჯიშის ხართ, საერთოდ რო არ იყოს ნაცი და ქოცი, თქვენ რო იყოთ, მარტო მაგ ქვეყანაში არ ცხოვრება. ერბილე ნემსაძის ჰეითერები გამოჩენილან. ვაიმე, შედედა მოტყნულო, ქართულად მაინც დაწერე, ჰეითერები კი არა. გამშავებლები მაინც დაწერე. გამშავებლები მაინც დაწერე, შენ დებილი დედა შევეცი, ბარბარიზმს ნუ იყერებ. არ იცის ხალხმა ჰეითერი, რას ნიშნავს? ჰეითერი იცით? თქვენ ტრაკიდან განათლებულებმა, სოროსელებმა და ქოცებმა და უბრალო ხალხმა არ იცის რას ნიშნავს. რაო ყველა ერთად დაჯგუფდით, მთელი სავირთხე როგორ აწრიალდით, თქვენი დედა შევეცი. ხო და მომისმინე ახლა სავირთხე. ხათუნას ვახლავა, რა ვახარ ხათუ? ხო ხარ ჯიგრულად. რითი დავთვერი და ღვინით დავთვერი ჯიგარო რა. ახმელია მაგ იმის დედა ვადირებტენი რა. და ისეთი მომენტი ჩავარდა, რომ უნდა მეთქვა ამაზე საპასუხო თუ არა. მთელი სისტემა ამათი აგერა მთელი სისტემა შემოხდა. დედა პატაშავაძე, ერბილე ნემსაძის ჰეითერები, სენდეი ეგზიუპერი, მარიამ კუბლაშვილი, ყველა ერთი ყლით ნაკეთები რა ვაყოფილხართ. პატა, ჩემ და შენ შორის აგენტის დედა შევეცი, გინდა? გინდა? ჩემ და შენ შორის აგენტის დედა შევეცი და აი ხა მარიამ კუბლაშვილზე რაღაცას ვამზადებ, ის რაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციაა და ძალიან кайქედი რომ გამოავლინე თავი რა. საერთოდ ერთი ასეთი დაუწერელი კანონი არსებობს. თუ ორმოში ჩავარდი, პირველი რაც არ უნდა გააკეთო, 49 არ უნდა გააგრძელო. ხო 49 არ უნდა გააგრძელო პატა. იგე? ჩემ პატრონს არა, ვაი შენ ხო ხარ ჩაჯიმული და ხო აგდის სუნი. შე უშიშროების ვირთხა. შენ ნაბოზვარო, რამდენი ადამიანი ხავს მოტყუებული, რამდენი ხავს გადაგდებული, თქვენნაირი სამართალი და თქვენნაირი ადვოკატების დედა შევეცი ბიჭო თუ სადმეა. ყველას მოგიტყანთ, გამზდელი ადვოკატიან, პროკურორიან, სასამართლოიან, თქვენი სახელმწიფო სისტემა მოვთხარ მე დიდი ალბათ. ფსიქიატრს, მე ამჩის ფსიქიატრთან მისამართი არაფერი. ეს დეობა მაგ მორალი, რო იცოდი რა, 5 წელი ველოდებოდი ამას შენ დედა მოტყუნ სახელს როდის გაბუავლენდი და გაბუავლიდე. ხო. და ეს საკმარისი არაა, ხო? აი, ამის მეც შეცდომა შენ ვერ დაუშვებ. ამიტომ რაც 5 წელი ვითმინე, ახლა გეტყვი ერთ რაღაცას. აუცილებლად მოვიძევ შენზეც სუში ვერბოვკის საკითხებს. ხო და აუცილებლად შენზეც მეკდება პერსონალური ბლოგი. მე ამას შეგვირდები. და რა თქმა უნდა დაურთავ ჩემ ისტორიასაც. და მე შეიძლება სასამართლოში მიჯიბლო ადვოკატი ხარ. ბოზო შეახვარ. თქვენ მითხრიდით ბიჭო მე, თქვენ მითხრიდით. სისტემა ხომ მებრძოდა. ნაცი და ქოცი ხომ მებრძოდა, უშიშროების სისტემა ხომ მებრძოდა, დიდგორობის გამო მიჭერდნენ. იმის გამოც მიჭერდნენ, რა ქვია. დავით გარეჯის გამო ხომ მიჭერდნენ. ციხეს მაშენებდნენ თავზე ბიჭო 8 წლიანი მუხლით. ამათზე არა მაქვს საუბარი საზოგადოებრივ განწყობაზე. თქვენაირი ბოზიშვილი ადვოკატების იმედი უნდა მქონოდა და თქვენაირ ადვოკატებს მისვამდნენ, ტენიდნენ, რომ საბოლოოდ მე მითხრიდით თქვენ ორმოს, მაგრამ თქვენ ჩავარდით შიგნით. და მე გეტყნათ გამზდელი. ხო. ჩემისთან ავანტყოფს აყევი, მე რა შეგიყოლია, შედედა მოტყნულო, შენ თვითონ მეეტრია და პოლიტიკაში გინდოდა შემოსვლა და არჩევნებშიო მაყრევიეთო, კენჭიო და ტრაქში ამოგარტყენ პანჩური და გაგაგდნენ იქიდან, იმიტომ რომ ბოზია. პროჭია, მაგარი გული დამწყდა, მეთქი ბიჭო არ იქნება ეგეთი ადამიანი. არა, შენ არის ვიზელაპარაკო, პატაშავაძეზე მეტი დედამოტყნული ადამიანი ვარ დადისო ამ ქვეყანაზეო. გაჩერდითო ბიჭო, და მაგარი გულდაწყვეტილი ვიყავი, კონფლიქტი მომევიდა, რას ქვია, უფლება არ მიეცით, რომ კაც
არჩევნებში კენჭი ეყარა თქვა. თურმე რა მართლები ყოფილა. აცხონოს ღმერთმა შიხიაშვილის სული. ყველა მართლები ყოფილა. მოგიჭირა პროჩი პადიკო, ჯერ სადახარ. მაგას მარიამს რო უცხადებდი მხარდაჭერას და ტრაქში რო უძრებოდი, მაშინ უნდა გეფიქრა. ნემსაძეებს, ვინც უსამართლოდ უკბენს, ყველას დედა მოეტყნება. სახელმწიფო სისტემის თამადობით. ხო. ასე რომ შენი ცოტა მე კი ვიცი რაც არისო. იგებადიკო. შენ რეპუტაციას და შენ ღირსებას და შენ კაცობას ისეთი ზარალი მიადგება და იმდენ ფულს დაკარგავ, დედა მეგეთყნება. აი, ყველაფრის ღირსი ხარ. მე ვარ მეზაბრე, ხო? მაშინ მტყნის დედა შევეცი. მტყნის დედა შევეცი. ხო. ჩამო გივიხსენო ახლა ის გვარები, ვისთანაც ვაჭრობდი ამ ფულებთან დაკავშირები. აი, მეგობრებო, ძალიან მეწოდება ჩემი ერი. ძალიან. ამდენი ბოზის, ამდენი მოღალატის. არა, მე მაგ ჩამოვალ, პატა, აუცილებლად, ეჭვიც არ შეგეპაროს. აუცილებლად ჩამოვალ და დედას მოგიტყნავთ ყველას. არა, კი არ შეგაგინებთ, საქმით გავაკეთებ მაგ ყველაფერს. გინება არაფერია. აქ ჩამოდი და აქ შეგვაკ. შენ ბიჭო ოპოზიციონერი არა ხარ, შენ ის კაცი არა ხარ, ბათუმელი კაცი ვენებს რო იჭრიდი, რას ქვიაო, აღმაშენებლის ძეგლი არ დგასო და რას ქვიაო, დიდგორობის გულისთვისო კაცი და შენ ის არა ხარ და ახლა იძახილე აქ შეგვაგინეო. შენი დედა შევეცი და მთელი ქართული ოცნების დედა შევეცი და თქვენი უშიშროების დედა მოვთხან და თქვენი არაკაცი და არადამიანი დედას შევეცი. გაბოროტებული არა ვარ, სიმართლეს მომღმერთმა დამიპაროს. მიუხედავად ამდენი ბოზი მინახი ხარ ცხოვრებაში, ღალატის და ჩათლახობის და ეშმაკობის მეტი არაფერი არ მინახე, არ გავბოროტებული ვარ, სიმართლეს ვამბობ. ვერ გამაბოროტებ თქვენ მე. ვერა, პატიკო, ვერა. ვერ გამაბოროტებ. ნუ დახარჯავ ახლა სიტყვათა მარაკს, მაგი გამეიყენე იმაში. პროცესები რო გექნება ახლა. თითურა სარფიანი საქმე ჩაგივარ და რაფერ გამეიაშკარავე თავი შეყლეო დედა ბიჭო, რაფერ გინდა ამდენ ბოზიშვილს ებრძოლო, რატო კადრულობთ მაგას, ბატონო ადვოკატო, მასეთ რაღაცას, როდესაც ამბობ, მტკიცებულებაც უნდა დადო. დადევი მტკიცებულება. ჯერ ადვოკატი კაცი რაფერ ლაპარაკობს, შენზე მეტი ბოზი ვინაა, ბიჭო, მიდი ერთ დადევი. ადვოკატი კაცის სიტყვა არის, ჯერ რა ტერმინოლოგიით ლაპარაკობ. და მე ახლა ეგ რო თქვი, ამას მოაყოლე თავისთავად უკვე დანარჩენი. დავაი ახლა ადვოკატი ხარ და დამემტკიცე რომ ბოზი ვარ. თუ არა, ავტომატურად ქუჩაში ასე იყო. რაც რო ბოზობას დააბრალებდი, თუ იმას ვერ დაამტკიცებდი და ნახალგა შეტენილი ავტომატურად შენიყავი ბოზი. დაამტკიცე აქ გელოდები. სად უნდა მიჩივლო შეყლეო მე სადაც კიდე იქ მიჩივლე ტრაქში გაიგეთე მაგენ საჩივარი. არ გიჩივლებ, არ ინერვიულო. ტრაქში გაიგეთე, ასე გიქნი აგე რა. ჰაგაში შემეიტანე საჩივარი, ასე გიქნი. აყლე არ მომჯამო შესირო შე რა უნდა მიქნა. კურდღელო შე ვირთხა. მე გული მწყდება რომ საქართველოში ეგ სისტემა ძალიან ცუდი დილა გაგითენდა ალბათ. ილღას რო გაუთენდებოდა 13 აგვისტოს, იმნაირი დილა გაგითენდა დღეს შენ. ღვთისმშობლობა დღე არის და ღვთისმშობლობის მარხვა დაიწყო და
ღმერთმა სასჯელი გამოგიგზავნა შენი არაკაცობის გამო. მაგარი კაცი ხარ, ბატა შენ. მაგარი კაცი ხარ. ეიხარეთ ხალხო, ეიხარ. აუ, საგემრიელად გამოვედი პახმელიაზე, ამდენი ნაბუზვარის დედის მლაში. ნეტარყუჩობა მაქვს, პატა. შენი ბოზური საქციელიდან 5 წელი გავიდა. ველოდებოდი სიმართლე გითხრა, არ დაგიმალავ, როდის უნდა გამეცა შენთვის პასუხი. და 5 წლის თავზე ვერჯერ მქონდა შანსი, არა 5 წლის თავზე გაგიცი. ჩემბრალე არაფერი არა. შენ ბოზი ხარ და შენ არაკაცი. რა დაგიშავე ბიჭო, ასე ბოზურად რომ ეკცეოდი. ადამიანურად გეკითხები. რა დაგიშავე? მე შენთვის ხო არაფერი დამიშავებია. ჩემსმა შენთვის ხო არაფერი დაუშავებია. რა დაგიშავეთ? რა დაგიშავეთ? რატომ მოიქეცე ესე არაკაცურად? მიდი ახლა აღზარება. გაიხარით, გაიხარით. ორი კრეტინი ძმა, რა ვიცი, საქართველოში რო ვიყავით, სხვანაირად ლაპარაკობდი. ორი პატრიოტი ძმაო, აგერ ჩემი თავიო გენაცვალოთო, შემოგევლოთო. ქუთაისელი ვარო ნახევრათო, მე ამ ქალაქის სიყვარული და სითბო და ესო განსაკუთრებით მოგგულშიო. მაშინ სხვანაირად ლაპარაკობდი, პატიკო. რა დაგიშავეთ ბიჭო? კაი, სახელმწიფო სისტემის მესმის. ხო. ბოზიშვილები არიან და თანამდებობა უნდა და სკამზე ზიან და დისკომფორტი აქვს, როცა ამხელა ამ ყველაფერში. ნუ გიტყდება, პატა, პროჭობა, ეს ორს გეუბნება და ნუ გიტყდება, აღიარე, ბოზი რო ხარ, თქვი რომ შენ ადვოკატი ხარ, მორალი არ გაგაჩნია, შენი პროფესია ამართლებს ამ ყველაფერს. ყველა ამორალური ადამიანის დედა შევეცი, მაგრამ მაინც. პატიკო, დაიმახსოვრეთ ხალხო. აი, დაიმახსოვრეთ. ამის აი ეს ადამიანი ეს პატა შავაძე ეს ადვოკატი არის, რომელიც ასე მოიქცა. ხო, ასე მოიქცა, რო იცოდეთ, აი ეს არის ცნობილი ადვოკატი არის, 12000 გამომწერი ყავს. ავი თელმა არასამთავრობოებმა წარადგინეს ერთ-ერთ დიდი ამბიციები აქვს, სხვათა შორის თავი ის გონია, გენიოსი გონია და თქვენ თვითონ ჩათვალეთ მერე საჭიროდ პატიკოსთან თუ გეკნებათ სამართლებრივი საკითხი. ნუ ახლა თუ კი ხელისუფლებასთან მორიგება დაგჭირდებათ, ხელისუფლებასთან მორიგებაში გამოგადგებათ, იმიტომ რომ მათი ნახმარი განდონია. ელისოგილაძის ბედს მე რატო გავიზიარებ შენ დამოწყლულო? ელისოგილაძის შენ უნდა გეიზიარო, იმიტომ რომ ელისოგილაძეს ვითომ ოპოზიციონერი იყო, მაგრამ იგი რა მოყო თავი. იქ წაგიყვანეთ ციხეში, ცივნიავს არ მოგაკარებენ, იქ მერე პატიმრები კიდე რას გიზავენ შენი ნაბუზრობის გამო, ციხეში უფრო უკეთესი სამართალია. ვიდრე შენაირი ადვოკატის და მურუსიძისნაირი სასამართლოში. აბა? მე თუ დამიჯერენ, კაცი შევალ და კაცი გამოვალ და. შენ ბიჭო არც გარეთ დაგიძახებს კაცს და არც ციხეში დაგიძახებენ კაცს და. პირდები? შენ თუ პირდები, პატიკო? შენ თუ პირდები და ქართული ოცნება თუ პირდება, უეჭველი ამოყოფ ძალიან გინდოდათ ის. შენაირი ადვოკატს მინიშნავდნენ. იმდაირი სასამართლო, მურუსიძის სასამართლო იყო. იმდაირი პროკურორები იყვნენ და იმდაირი შინაგან საქმეთა მინისტრები იყვნენ, როგორიც ნაცკოცები არიან, მაგრამ ტუჩი თამასი. მეღო ჭკუა და ცხოვრებისეული გამოცდილება, რომ თქვენაირი ბოზებისგან თავი დემეღწია და მაგ ბოზურ სისტემაში უშენოდ ის სასამართლოს მოვიგე.
აქ სამოვედი. აქაც კარგად ცხოვრობ და არ უჩივი ჩემ ბედს, მეგობარიც, მაგაცი. ყველაფერი გამაჩნია. ხო და არ მიჭირს, არ მცივა, არ მშია, არ მწყურია, არ მათობს, არ მაწვიმს. ჩემი სამშობლოდან მომიძულეთ. იმის გამო, რომ ჩემი ქვეყანა მიყვარდა და იმის გამო, რომ იმას ვაკეთებდი, რასაც ჩემი მამა აკეთებდა, ჩემი ბაბუ აკეთებდა, რასაც მე ვაკეთებდი. სამშობლოს სიყვარული გამიხადეთ სასჯელი, ხო? ხო და ნახოთ ერთი. ბოზი ხარ, ბიჭო. აი, როგორი არ ბევრი ხარ თამნაირები, მაგრამ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, გამოსაკრავი გაქვს. გამოსაკრავი არის შენი სურათი. და როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. ყველაფერს თავი დაანებე, ყველაფერი გაათახმე. ადამიანურად გელაპარაკები, ბიჭო. ადამიანურად გელაპარაკები. რა დაგიშავე შენ დედამოწყმულო მე შენ მაგის ფასი, რომ ასე მომეკეცი. რა დაგიშავე. თქვენ ერთი რაღაცა გავიწყდებათ. იმიტომ რომ ურჯულო და ურწმუნო ხალხი ხართ, ღმერთი. ყველას მოგადგებათ სამართალი. იცოდეთ ხალხო, ახლა ამას გააზიარეთ ეს ვიდეო, რომ იცოდეთ, აი ამ ადვოკატთან თუ გექნებათ საქმე, იცოდეთ, რომ ეს არის ხელისუფლების ადვოკატი, თუ დალაგება გინდათ ხელისუფლებასთან რაღაცის, შეგიძლიათ ეიყვანოთ, პატარას ეგი შეჭამს, პატარას თქვენ გაჭმევთ, პატარას იქეთ და კრება დარჩება მხიარული სექსივით შეივლის ყველაფერი. ორივე მხარე კმაყოფილი იქნება. და თუ ვინმე მართლა ებრძვით ამ სისტემას, ღმერთმა დაგიფაროთ, რომ ეს აიყვანოთ. ისე მოგექცევათ მე როგორც მომექცა. მოვაშორე თქვა შენ გონი ახლა მე ამ პახმელიაზე ამის ყურება მიხარია ძალიან შემწდა. მოვაშორე ბაბარასვის. პატიკო! ვაი ბედედა. ვაი ბედედა. პატიკო! დედამე ეთყნა შენ კარიერას და შენ სახელს. ნუ შენ არ გაინტერესებს კაცო, სხვა საინტერესებს. ცნობილი ადვოკატი არის და ოპოზიციონერობას აპირებდა. ეროვნული ფლანგიდან დეპუტატობა უნდა ინჩს ვიყრიო. ამნაირი ჩანერგილი ნასეტკები რამდენია? ეგრამა ყოველას თქვენი სია. 35,000 ერთგანყოფილებაშია მარტო. მთავარში 65,000-ია. აი აგენტების სია. ასე რომ იქაც ჩემი გვარის კაცმა დაგუყუბათ ის. გაგათახსიერეთ. მთელი თქვენი საქმეები გამეიტანა და გააცნო სადა ქვეყანას, მაგრამ აი კაცი მოგალითე. მოგალითე კაცი. და თვითმკვლელობა დააბრალეთ. ქეგამევედი პახმელიაზე, ხალხო თქვენი ყავით კარგად და მიდიხარ ძმა? აუ ღვინო წამოაყოლე რა ძმურად. ღვინო წამოაყოლე რა ძმურად. თუ მაღაზიისკენ მიდიხარ. კაი. კაი შემოგევლე, კაი ბოდიში. რატო უნდა დავბლოკო თამარ? რატო უნდა დავბლოკო? იცოდეს, ყველამ იცოდეს. ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს. პატიკო, შენ შეიძლება ბრძოლაში მოკვდე, მაგრამ არც მაშინ ტოებ. წევედი მე გლახათავარ ხალხო. აი საქმის გაკეთება მოვასწარი. ყველას გავაცადი ამ პახმელიაზე ჯავრიც არ მევიყარე ჩემი მტრების. ახლა რა დაბლოკილი რომ ყოლოდა ახლა ამას ხო ვერ დაწერდა, ხო ვერ იკადრებდა ამ ყველაფერს. პატა შენ ხარ ჩემი ძმა. შენნაირი ძმები უმრავლოს ღმერთმა ივანიშვილს, სააგაშვილს, ბოკერიას, ურუსიძეს, შენ ხარ კაცობის მაგალითი, ბრატ. შენ ხარ ბრატ კაცობის მაგალითი.
შეინდაქალი კუბლაშვილი ქალობის და დედობის და ღირსების ეტალონია კიდე. თქვენ შენ ხარ ბიჭო ჩემ ვინმე რამე არ თქვა ამ კაცს ჩემთან გექნება საქმე. ჩემთან გექნება საქმე. გაიხარეთ ის გვიმაზიგი. ხო მე ბოზების ადგილზელოს არ ვსვამ შენ საფრთხეზე რატო უნდა დავლიო ან შენაირების სუფრაზე მე არ მოხვდები ესე გაგვიტეხია პურიში პროჭო ერთად ხო გახსოვს ბათუმში რო ვიჯექით მე შენ და კიდე ერთი იჯდა იქ არის გაგვიტეხია პური ერთად ხო დაგპატიჟე მაშინ არა არ გამადლე გადახტაში შენ სიწეოდი არა ატაგანები ხო გახსოვს შენი კაცობა მოყანე შენი ადამიანობა და შენაირი კაცების არა პატა მე ბოზების ადგილზელოს არ ვსვამ ძმა არა შენ ხარ ჩემი ძმა შენაირი ძმები მიმრავლოს ღმერთმა შენაირი ვაშკაცები შენაირი უანგაროები აბარა პულის დედა შევეცი პატა მე დაგპატიშ მე გადავიხატე შენ ბიჭო ახლა კი ქონდა სუსიდან გამოწერილი ფული რო დაახლოვდი და კაცი დაბატიჟო მაგრამ ალში არ დავრჩენილ ვარ ძმაო არა მე დაგპატიშ იცინე კაც ბიჭო დედის გინებას ხებულობ დამსახურებულად და იცინი შედა მოთმულო შენ ბიჭო შენ რაზე უნდა ილაპარაკო ბიჭო ამის სახე ამის მორალი ამის ნელ გავცელეთ მაქსიმალურად ეს ვიდეო მაქსიმალურად გავცელეთ ეს ვიდეო მიაწვდიეთ ყველას და თან ზედმეტსახელად რას გიძახოდნენ სტალინი ხარ ხო სტალინი შეღლეო სტალინი გერაღლე ხარ ბიზიაღლე მართლა ისე ამერეთლა გოიმი თუ იყავი არ მეგონას იმ არ აი ძამში მოგიალ წევედი ახლა მეც დავლია ორი ჭიქათვარა გლახათავარ კაცო პატაიების შემხედვარე ის შემხედვარე გამიჭირდება აბა არქათ პატა არქათ შენაირმა კაცმა უნდა თქვას ნონეშვილის ლექსი ეცადენ და ვერ გამხადენ ბოროტი ეცადენ და ვერ გამხადენ ფლიდი წუთი სოფელს კაცსაც შერჩე ბოლომდე ესაც თურმე გმირობაა დიდი აი შენ უნდა თქვა პატა აი შენ და შენაირებს ჩამოდი აქ და დაგვაძიება ხო ჩამევიდე მაგ პატა რას ვიზამ ძმა შენაირი ძმა რო ეყოლება კაც და შენაირი ადვოკატი რო ეყოლება აბა რას ვიზამ ძმა მურუსიძისნაირი სასამართლო რო იქნება ევგენისნაირი პროკურატურა რო იქნება რა ქვია კვლელი რო ყავდათ იბა თავარ პროკურორად რა გვარია იგი რომანოვი გახდაო კვლელობაში რო დადევით იმნაირი პროკურორი რო იქნება მურუსიძის მოსამართლე რო იქნება შენაირი ადვოკატი რო გეყოლება ჩამოვა ძმა აბა რას ვიზამ შეგენაცო აბა სიმართლეს დამიკარგავს ვინმე თუ რა აბა რა გაცილებ შედა მოწყული არა ზმაო აი მაგარი გიბრიდი ყავთ გამოყვანილი კაცი მე და თავმოყვარეობის დოლი გააჩნია რა მორალის მე ზნეობის ყველაფრის იმენა ვაშე შეგენაცვალე რა ზმაო რა გიბრიდი გამოხვედია ფული მიეცი და დედის მოტყნაცაა და მამის იმშილიც რა რაიო საინდე ეგზიუპერი შენ რა პასუხი უნდა გაქცე შენ და მოწყულო შედი კაცი ხარ თქვა კიდე ერთხელ 2008 წელსო კოორდინატებს გადაცემდაო დეიჭირეს და მაგრად ცემესო შენი გაუნათლებელი დედა შევეცი ბიჭო იმდენი მაინც არიცი რომ ტრის კოორდინატები რო გადაცეს ვინმემ და ის დაიჭირონ იმას ცემას არავინ არ აკმარებს მოკლავენ მაინც შედედა მოწყ აბა ვინაა თუ ჩემი ძმა ხარ ყველა აგენტურაა ეგენი სულ ყველა
და ახლა წერს ჩაჩიბაიას დედას შევეცი მე და ჩაჩიბაიას მოუთხა გამზდელი მე ჩაჩიბაია თქვენ კაცი გონიათ ბიჭო 2008 წელს მაგის დედას ვტყნავდი დათო 2008 წელს დედამისი მიყვარდა ძალიან ხო და მაგი პატარა იყო მაშინ და ვერ ვიტყვი რომ ჩემი შვილია ნახდათ ვერ ვიტყვი რომ ჩემი შვილია იმიტომ რომ იყო უკვე არსებობდა მაგის დედას ვტყნავდი მაშინ ხო და ძალით არა ნებით იყო ყველაფერი და ჩემი ნახევრად წვლილი მაქვს მაგის გაზდაში და ვერ მპატიობს ახლა დედამის რო ვტყნავდი და მე ბოროტებას აკეთებს ახლა რას ვაკეთებდი 2008 წელს კაცი პატა შენ ხარ კაცი და შენ ხარ ვაშკაცი და ქალის სახი არის კუბლაშვილი მოსამართლის სახი არის მურუსიძე პროკურორის სახი არის იგი მკვლელობაში ეჭვიდარელი მთავარი პროკურორი რო ხავდა შენ დეპუტატის სახე და ბიძინა ივანიშვილი იმის რა ქვია საქართველოს გადამრჩენელის სახე თქვენ დამოთხარ ამერ ქვეყანაში რაბერ უნდა იცხოვრო ბიჭო სამყარო ჩაჩიბაიას შენ დედა მოტყლო მაგ ინფორმაცია გადაამოწმე მაინც შენ დედა შევეცი ჩაჩიბაიასთან ჩემს ძმას ჰქონდა დაპირისპირება მე არა შენ დედა მოტყლო და ფეხთაფეხ მისდევდა მოდი გამეცი პასუხიო ვიდეოცა აიგერ ჩაწერილი და ნახე და აცტავკაში რო წავალო ეს რუსებთან მებრძოლმა რა ქვია გენერალმა გამოაცხადა ესე რომ აცტავკაში რო წავალო მე გაგცემო პასუხს აცტავკაში ეია შენ ჩაჩიბაია აგვისტოს ომის დროს მიწებს რო იფორმებდა რა შემჭამე ბეჭდო გუნალობა კი თქვენაირ დედამოტყუნლებთან ურთიერთობის მე კაცი ინაირ ტრამვაზღებულობს მართლა ჭირდება ებას ყურდალობა რომ ამდენი ბოზიშვილი რო იქნება და ამდენი დედამოტყუნლი ქვეყანა რო ეყოლება ივანიშვილი რო იქნება პირველი პირი და სათნოების კაცი სასამართლო რო იქნება მურუსიძეს მკვლელი რო იქნება მთავარი პროკურორი შენერ ნაბუჟვარი რო იქნება ადვოკატი იქ სიმართლეც მოვარდა იქ არქება რა იქ რაზია ლაპარაკი მაგრამ ჩემო უბედურო ქვეყანა და მუმლაძე რო იქნება ვასია მუმლაძე რო იქნება პროკურორი სხვათა შორის პატიკო ვასიას დოურეკე ვასიას და დიდგორობა მიულოცე აგერ ახლა იმაში რა ქვია 5 წლის თავზე და მაგ ჩანაწერი სხვათა შორის და გილოცავ მეთქი დიდი ქართველო მეთქი დიდგორობას მეთქი შენი ოჯახით შენი ხალხი მავალს დეს წარი გახარებული მიცანი მეთქი და ვერაო ვერ გიცანიო და მე იგი ვარ მე უთხარი 5 წლის უკან რო დამიჭირე მეთქი იგე ვინო ჩემ ბიჭებთან იგი ვარ მე უთხარი დიდგორობის აღმოჩენის გამო რო დამიჭირე თქო გამითიშა ტელეფონი იმდენ დამოტყნულას ბიჭო შენთან და თქვენთან შედარებით კაცი ვარ კი არა თუ ძმა ხარ შარავანდედი რო არა მაქვს თავზე და ფრთები რო არა მაქვს რო გაუფრინდეთ თქვენ ფონზე თუა შედარება ერთად რო აგიღოთ კაცმა მაგი მიკვირს თქვენთან შედარებით დავით აღმაშენებელიც ვარ სიმართლე გითხრა რა თქვენ დედა შევეცი აბა თქვენ ხალხი ხართ ბიჭო დიდგორობას გეიქეცით ვერ ეგერ და ათათურქის საფლავს გოცნედით ეგერ პრეზიდენტის დამადობით თქვენი უჯიშო დედა შევეცი თქვენ თურქების ნაბიჯვრები ხართ ეთყობა და აიმიტომ გაქვთ ამდენი мотиваცია აბა რა მუმლაძისნაირი სამართალდამცავი ის პოლკოვნიკი არის რომელმაც დაგვაკავა აკვეთა დიდგორობის პოროტად აღნიშნვის მცდელობა შავაძისნაირი ადვოკატი მურუსიძისნაირი მოსამართლე ღარიბაშვილისნაირი პრემიერ-მინისტრი და პროკურორი ლილუაშვილისნაირი უშიშროების მინისტრი ბოშებს რო საჭმეს უჭამდა ბაღში თურმე ბიძინა ივანიშვილისნაირი კაცი ქვეყნის მთავარი პირი და ქართული ოცნებისნაირი ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობისნაირი ოპოზიცია მოგიტყანთ გამზდელი ერთად აღებულს უყველას თქვენ დედაში შევეცი საიდან გამეიზარდეთ ამდენი
წევეთი კაცო, წევეთი. აბა კარგად. იმედია ჩემო მეგობრებო, ხო, მეჩხუბებით, რომ ხანდახანო ესო, რა ქვიაო, ესეთიო პოზიტიური ლაივები არ აგაქო რა, ესო სულო დაგრუზული და ესა იმედია დღევანდელ დღეს შემოგთავაზეთ რაღაცა პოზიტიური, რომლითაც გაერთობით და დაგრუზდა თქვენზე იყოს გავრცელეთ, გეხვალ აი ძალიან გთხოვთ, რომ პატა შავაზის სიყვარულში, მარიამ გუბლაშვილის სიყვარულში და ამას სიყვარულში გავრცელეთ ეს ვიდეო, თუ შეიძლება რათაც არ შეიძლება მეტმა რო გაიგოს სიმართლე, ხო არ მithოვია. ყველაფერი იშოვება ჩემო ძამიაქანე, თავარია. ფული კონდეს, შავე წყალიც იშოვება და ბორჯომსაც იყიდი და ნაბეღლავსაც და ესაც ერთადერთი რაც ყველგან დეფიციტი არის, კაცობა და ადამიანობა არ იყიდება და აი მაგ იყიდება. ეგაში შემოგევლე. ავადროებით. გამიშრა ყელი გას, ხო, ვიცი მეც ერთ საათს ვიგებ.